ეგრე არ ყოფილა. მოგეჩვენა, ეგრე არ მithქვამს. ტყუილია. შენ ესე იცი ხოლმე, გეჩვენება ხოლმე რაღაცეები. არ ყოფილა ეგრე. არა. პირიქით. კი არ შევწუხდი, ვისი ამოვნე. კარგი იყო. მოკლედ რეალობის გადაკეთების მცდელობა ალბათ ერთ-ერთი ძალიან ადამიანური რამ არის. ადამიანები ვაკეთებთ ხოლმე ამას, თუმცა ეს ვიდეო რის გამოც გადავწყვიტე რომ ჩამეწერა არის Facebook-ზე არის ერთი საინტერესო ჯგუფი. კითხვის ავტორი უცნობია, ასე ქვია. შორიდან ძალიან მესიმპატიურება ის ფსიქოლოგი, ვისიც არის, ნინიშველიძე არის ესეთი ფსიქოლოგი და პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მისი რამდენიმე ვიდეო მაქვს მოსმენილი, ასევე რას აკომენტარებს ხოლმე, ძალიან პატივისცემით და სიმპათიით ვარ განწყობილი შორიდან და მისი ჯგუფია. ვინც არ იცით, შეგიძლიათ ნახოთ. ხო და ამ ჯგუფში ეწერა ესეთი პოსტი, რომ ახალგაზრდა ადამიანი წერდა 20 და რაღაცა წლის ვარო, ანონიმურად, რა თქმა უნდა. და აღწერდა დედას, რომელიც ძალიან ხშირად მას ეუბნება, რომ ესე არ ყოფილა, როგორც შენ დაინახე, ესე არ ყოფილა, როგორც შენ გაიგონე და პოსტში აღწერილი იყო რამდენიმე სიტუაცია, სადაც ესე ხდება და ბოლოს ეწერა ძალიან აგრესიული წინადადება, რომ აი, როდესაცო გამოვიჭერო თუ როდესაც უკვე მიხვდებაო, რომ გამოჭერილიაო დებილობაშიო, დედა ჩემიო. მაშინო, როდესაც მიეჯმევაო მას კარგად. აი მაგ შემთხვევაში უკვე ვერაფერს ვეღარ ამბობსო თუ ცდილობსო რომ დამალოსო ისევო და ამბობს რომ მოგეჩვენა. მოკლედ აი ესეთი დაბოლოება ქონდა. და ყველა ადამიანმა ვინც დააკომენტარა, დაწერა რომ შენ დედაზე ამას როგორ წერ, შენ მართლა სამკურნალო იქნები, აქეთ ახარ სამკურნალო, ანუ ცუდი ხარ, ის ახარ, ეს ახარ. ძალიან კარგად მესმის მოხვდათ ადამიანებს, რომ დედაზე ესე წერდა. რა თქმა უნდა, ძალიან ძიმეა, როდესაც დასრული ადამიანი 20 წელს ზევით ესეთი სიტყვებით იხსენიებს დედას. რა თქმა უნდა, ეს თვალსაჩინოა, თუმცა იმის გამო, რომ ესეთი წინადადებებით დაასრულა, მანამდე რა ეწერა და მანამდე რა უმტკივნეულესი გარემოებებიც აღწერა, ეს დარჩა ყურადღების მიღება. ყურადღება მიიქცია მისმა რეაქციამ, მისმა, ასე ვთქვათ, უზრდელურმა ტექსტმა ბოლოში. და დასაწყისში რო ეწერა, რომ ვეძახი, მეუბნება, რომ გიპასუხე და ეტყობა ვერ გაიგე და სინამდვილეში სიჩუმეა. ან როდესაც რაღაცას ვეუბნები და ის რაღაცას მპასუხობს და ვეუბნები, რომ ეს მითხარი, მეუბნება მოგეჩვენა. არ გაგიგია სწორად, ეგ კი არა ის ვთქვი და ასე შემდეგ, ხო? და ეს რამდენად მტკივნეული გამოცდილებაა, ეს დარჩა ყურადღების მიღმა. თუმცა თვითონ ფენომენოლოგიურად და ფსიქოლოგიის ცოდნით რო დავაკვირდეთ, ტექსტი ძალიან გულწრფელად ეწერა და ჩანდა დინამიკა. ანუ დასაწყისში ადამიანი მეუბნება, რომ მოგეჩვენა, შენი რეალობა არასწორია, ვერ აღიქვი სწორად, აბსოლუტურად მინულებს ჩემს რეალობას, ამბობს, რომ მომეჩვენა, ის კი არა, რომ არასწორად გავიგე ან ოკეი, შენ შეიძლება ესე გაიგე და მე სხვანაირად ვფიქრობ და ვხედავ, ყველას ჩვენი გადასახედი გვაქვს, ესე არა. შენი რეალობა არ არსებობს, მეუბნება. შენ მოგეჩვენა. შენ არ გაგიგია, თორე ესე იყო. შენ საერთოდ აცდენილი ხარ იმას, რაც ხდება, ამას მეუბნება და ეს არ არის ერთეული შემთხვევა, ესე გრძელდება, ჩვენი ურთიერთობა ამაზე დგას და ბოლოს, რა თქმა უნდა, მე საშინლად ბრაზდები, ვლახავ ყველანაირ საზღვარს ზრდილობის, ეთიკის, ამის იმის და ვამბობ აი იმ საშინელებებს, რაც ბოლოში ეწერა დედაზე, ხო? რამაც მე ხალხი ძალიან გაანერვიულა და გააბრაზა და უწერდნენ, რომ შენ სამკურნალო ხარ, დედაზე ესე როგორ ვლაპარაკობ და ასე შემდეგ. ასე რომ ძალიან ლოგიკური პორტრეტი იყო, რა ხდება. ეხლა მეორეს მხრივ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს რეალობას აი ესეთ ძაფრ ეჭვს აყენებენ, არის თან, როდესაც ეს არის დედა. ეხლა რას აკეთებენ ეს ადამიანები? ორი მხრივ, ერთი თვითონ რას აკეთებენ და მეორე თვითონ ადამიანზე როგორ აისახება. ვისაც აქვს ესეთი გარემო. პირველი ის არის, რომ
მშობლები ინსტინქტურად შენიშნავენ ხოლმე, რომ ბავშვს ძალიან სჯერა მათი. ბავშვს აქვს ძალიან დიდი მინდობა, აბსოლუტური დაყრდნობა, ასე შეგვიძლია ვთქვათ, გარედან რას ეუბნება დედა და მამა. ან აღზრდელი, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება. და ამას რო შენიშნავენ ხოლმე და სხვათა შორის აი რელიგიური აქტივისტები ვინც არიან და ფანატიზმს ვინც ავრცელებენ, იმათ ძალიან უყვართ ბავშვებთან საუბარი, თუ დაკვირვები ხართ. იმიტომ რომ ბავშვს ახასიათებს გარე რეალობაზე დაყრდნობა. მისი ბუნება არის გარეთ მშობლის მოსმენა თავიდან. ეს ავთენტურია მასში, მას გზამკვლევი სჭირდება გარედან, იმიტომ რომ მისი ტვინი ჩამოყალიბების პროცესშია და დასაწყისში ტვინის იმ ფუნქციას, რაც არის თვითრეფლექსია, გარემოს შეფასება, აღქმა, დაკვირვება და ასე შემდეგ, უვსებს ხოლმე დედა. უნაცვლებს არა, მაგრამ უვსებს. აი რაღაცა თუ ვერ შენიშნა, დედა, მამა, აღზრდელი ეუბნებიან, რომ აი ნახე, აი ესე იყო კიდევ. ან ბავშვი გამუდმებით კითხვებს სვავს, ხო ეს რატოა ესე, ბოთლი რატოა ლურჯი, რაღაც ღრუბელი რატოა თეთრი და მშობელი უხსნის, ხო ასეა ისეა და ეს რის გამოა, განა ბავშვს არ შეუძლია თვითონ რომ დააკვირდეს და თავისი იდეები გაუჩნდეს, მაგრამ ის თავის საკუთარ დაკვირვებებს მშობლებთან ამოწმებს. და მშობლებიც რეალობას ასახავენ და უბრუნებენ, ხო? მაგრამ რა ხდება, როდესაც ეს ასე არ არის? და როდესაც ბავშვი ცდილობს, რომ გადაამოწმოს რეალობა და მშობელმა შენიშნა, რომ მის სიტყვებს აქვს უდიდესი ჯადოსნური ძალა ბავშვზე და მას შეუძლია, რომ უთხრას, რომ მაგალითად ღრუბლები იმიტომ არის თეთრი, რომ არ ვიცი, მთვარემ დაამთქნა და ორთქლი ამოუშვა. ხო? შეუძლია ეს უთხრას, ბავშვი ამას დაიჯერებს. რაღაცა პატარა ასაკში ძალიან დიდ რამეებსაც დაიჯერებს, როგორიც არის თოვლის პაპა მოვიდა, ამას ხშირად აკეთებენ, ხო? მაგრამ ეს არის პატარა დოზა. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ მთელი დღე პატარა ასაკიდან ადამიანი აი ესეთ ველშია, სადაც მშობელი გამუდმებით მოდიფიკაციას უკეთებს რეალობას. და ეუბნება, რომ მე და მამამ კი არ ვიჩხუბეთ. არა, არ გვიჩხუბია. ჩვენ ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. მოდი, ჩემო ძვირფასო მეუღლევ, დადექი ჩემს გვერდით. აი ნახე შვილო, ჩვენ როგორ გვიყვარს ერთმანეთი. წეღან მეზობლებიდან გამოდიოდა ყვირილის ხმა. ჩვენ არ გვიჩხუბია. არა, მოგეჩვენა. ნახე რას ვაკეთებ და ბავშვი გაკვირვებული მიყურებს. ანუ მას აქვს, რა თქმა უნდა, მან აღიქვა, რომ ამ ოთახში იყო ყვირილი. და იცნო დედის და მამის ხმა და ეს დედა და მამა, რომლებიც არიან მისთვის სანდო რეალობის გადამოწმების ერთადერთი წყარო ბავშვობაში, ეუბნებიან რაღაცა სხვას, რაც მის ასე ვთქვათ აღქმას და გააზრებას არ შეესაბამება, მეტიც მოდის კონფლიქტში. ეუბნებიან, მოგეჩვენა, არასწორად გაიგე, ჩვენ არ ვჩხუბობდით, ან შეიძლება ეუბნებიან, რომ ჩვენ კი არ ვჩხუბობდით, კაცო, ეს არ არის ჩხუბი. ჩვენ სიყვარულს ზოგჯერ ხმამაღლა ლაპარაკით გამოვხატავთ და ეს სიყვარული იყო. და ნახეთ რეალური ფაქტი, რაც მოხდა ამ ადამიანებს შორის და რაც ბავშვმა აღიქვა, არის დამახინჯებული, გადაკეთებული, გალამაზებული, რაღაცა მშობელმა შეამჩნია, რომ შეუძლია, რომ ეს შთააგონოს ბავშვს და ის წაყვება მას, რადგან სხვა გზა არ აქვს და აკეთებს ამას. და რისთვის აკეთებს ახლა? განა ისა აქვს გამიზნული, რომ ბავშვს აურდაურიოს მთელი სამყარო და რასაც აღწევს ამით. განა ისაა განზრახული, რომ ბავშვმა საკუთარი გრძნობების და საკუთარი აღქმის მიმართ ნდობა დაკარგოს, ან არც ის არის განზრახული, რომ ბავშვი არ ვიცი, რაღაცა ინფორმაციულ ვაკუუმში მოექცეს, სადაც როგორ გითხრა, აბსოლუტურად გაუგებარია უკვე გარე სამყარო როგორ არის მოწყობილი და საერთოდ მიუწვდომელია მისთვის, რომ აი როგორ მოხდა, რომ მე ეს მეგონა და ისე ყოფილა საერთოდ პირიქით. ეს არა აქვს მშობელს ჩაფიქრებული აქვს. მშობელი აქ ცნობიერად განიზრახავს ხოლმე, რომ ბავშვი დაიცვას იმ ინფორმაციისგან, რომ მან და მისმა მეუღლემ იჩხუბეს. ანუ ჩანაფიქრი არის ხოლმე თითქოს კეთილი ერთი შეხედვით. და ეუბნება, რომ არ გვიჩხუბია, სინამდვილეში ეს იყო, ის იყო. ანუ ერთხელ და ორჯერ ესეთი რამ ალბათ ყველა მშობელს გაუკეთებია და ბავშვის სისტემა, რომელიც მზარდია, ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, რაღაცა დოზით აი ესეთ რეალობის აღრევას აიტანს.
სასიამოვნო გამოცდილება ეს არ არის, რომ რაც არის იმას უკუღმა მელაპარაკებიან ის ხალხი, ვინც მე სანდო მეგონა და აქ ნახე საკუთარი თავის მიმართ ხო გაქრანდობა და გარე სამყაროს მიმართაც ნელ-ნელა გაქრებანდობა, იმიტომ რომ სად წავა, რომ გაიზრდება ბავშვი, ის აღიქვავს, რომ ატყუებდნენ. ის მიხვდება, რომ მშობლები სინამდვილეში ჩხუბობდნენ და ის სწორი იყო, მაგრამ ნდობა საკუთარი თავის მიმართ ამასობაში ავტომატურად გამქრალია, რომ ჩემი აღქმების სანდო არ არის. მთელი ბავშვობა მე თუ მაღალი დოზა იყო ამისი, მშობლები მეუბნებოდნენ, რომ რაც მოისმინე, რაც დაინახე, რაც გაიგე, ეგრე არ ყოფილა, კაცო, მოგეჩვენა. სინამდვილეში ეს იყო, სინამდვილეში ის იყო. ესე მელაპარაკებიან. ეს ჩემი თავის მიმართ ეჭვი და კითხვა ხო გამიჩნდა და ასევე ერთ დღესაც რაღაც ასაკში არ ვიცი 18-ის ვარ თუ რა არის, უცებ დავინახე, რომ ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილა და ასე მიჩნდება უკვე ნდობა, მეკარგება მშობლების მიმართ. რაც მე გადავცელდება გარე სამყაროზე. ამიტომაც რეალობის აღრევა, გადაკეთება, შელამაზება, დამალვა, როგორ გითხრა, ეს ადამიანებს ახასიათებთ ხოლმე და ბავშვებთან ეს არის საკმაოდ ძიმე შედეგის მომტანი. ეხლა ბავშვებს რომ შევეშვათ, იმიტომ რომ აი ახლა რა პოსტიც მოვიყვანე მე მაგალითად, ხო, იქ ეს ადამიანი ბავშვი არ არის, ხო, ის 20 რაღაცა წლის არის და როცა დედას ელაპარაკება, მე ეკითხება რომ რატო არ მიპასუხე, ისე ეუბნება რომ როგორ არ გიპასუხე, შენ ვერ გაიგე. შენ ეტყობა მოგეჩვენა რომ მე ჩუმად ვიყავი. ნახე რამხელა რაღაცა არის და კითხვის ნიშანი ხო ჩდება, რომ ესე იგი ჩემმა ყურებმა რომელმაც აღიქვა რომ სიჩუმე აქვს, ან აქ არის რაღაცა აცდენა და სინამდვილეში ილაპარაკა ამ ქალმა და მე ვერ გავიგე და ან ის არის აბსოლუტური მატყუარა და მეუბნება რომ მე სინამდვილეში გიპასუხე, უბრალოდ შენ ვერ გაიგე. ან რაღაცას, მოკეთ ეს ერთეული შემთხვევა როგორ ჩანს არ იყო ამ ადამიანისთვის და ძალიან ძიმეა, ხო? წარმოიდგინეთ ეს როგორი გამოცდილებაა და დედაშვილს შორის ხო ერთი დინამიკაა და ესეთი რაღაცები ხდება ხოლმე წყვილებს შორის, მეგობრებს შორის, ადამიანებს შორის ინტერპერსონალურ ურთიერთობებში. და აი როგორ შეიძლება ეს ხასიათდებოდეს და რას იწვევს. ესეთი ადამიანი, ვინც მიეჩვია ბავშვობაში, რომ მშობლები ესე ესაუბრებოდნენ და უმალავდნენ რეალობას, ეჭვით არის განსჭვალული გარე სამყაროს მიმართ. იმიტომ რომ ერთ დღესაც მაინც რაღაც დონეზე მან აღიქვა რეალობა, ხო? და ამიტომაც მიხვდა, რომ თოვლის პაპა არ არსებობს, სულ მინიმუმ. და ამიტომაც ეჭვის თვალით არის ახლა განწყობილი გარე სამყაროს მიმართ და ასევე საკუთარი თავის მიმართ. სიმყარე დაიკარგა. და სამწუხაროდ ზუსტად ესეთი ადამიანი არის პირიქით მოწყვლადი ხოლმე არეული რეალობის მიმართ. და აი მაგალითად ესე დროს მოდიან ეს რელიგიური ფანატიკოსები, ქადაგებლები და ასე შემდეგ, მათ ძალიან უყვართ უკვე როგორც თქვი, ბავშვებთან საუბარი, იმიტომ რომ ბავშვს ახასიათებს რეალობის გადამოწმება და გარეთ დაყრდნობა ინფორმაციაზე და აწვდიან რაღაცებს, რომ აი მაგალითად სიკვდილი კი არ არსებობს, სიკვდილი არ არის. აი როგორ გითხრა, სიკვდილის დროს შენ გაფრინდები და ღმერთთან აფრინდები და იქნები მასთან, ან სამოთხეში იქნები ბედნიერად ასე და ისე და აი რაღაცა როგორ გითხრა, წარმოსახვით სამყაროს უსაღებენ როგორც რეალობას. მე ახლა აქ იმას არ ვამბობ, რომ სამოთხე არ არსებობს, მე ვამბობ, რომ სამოთხის შესახებ არ ვიცი. და რაც არ ვიცი, მე არ მინდა რომ იქ დაბეჯითებით ბავშვს რაღაცები დავაჯერო. და ამის მაგალითსაც მოგიყვანთ ესეთი რამეები როგორ მუშაობს ბავშვში არის მოცემული კი ეს რომ გარედან მოსულ ინფორმაციას ითვისებს და დიდი კრიტიკული შეფასებები არ წავა რომ ესეა თუ არ არის ესე და როგორ არის ჩამოეყრდნობა ამას მაგრამ ბავშვს ახასიათებს ასევე ამ ყველაფრის გადამოწმება არ დაგვავიწყეს რომ მეცნიერება და მეცნიერული მიდგომა ძალიან ბავშვური მდგომარეობა არის და ის რომ ესე ფანატიკურად და რას ვეძახით ფანატიზმს რეალურად ხო გრავიტაციის თუ წამს და აბსოლუტურად დარწმუნებული რომ ვარო გრავიტაცია არსებობს და აი როგორ გითხრა რა თქვენი ხმალი ჩემი კისერი გრავიტაცია არის აი ამას რომ ვიტყვი არავინ არ მეტყვის რომ შენ ფანატიკოსი ხარ იმიტომ რომ ეს გადამოწმებადი რეალური ფაქტი არის აქ და ამჟამად როცა გინდათ გადავამოწმოთ ჩამოვალ $1,000,000 რომელიც არ მაქვს რომ აი ხა ავიღებ ხელში რაიმე ნივთს ხელს გავუშვებ და ძირს დავარდება ჰაერში არ აფრინდება ის ხო
და ეს ახლა ბავშვს რო უთხრა, რომ გრავიტაცია 100%-ით ვიცი რომ არსებობს, დაიჯერებს და დაუწყებს ამას შემოწმებას. და პრობლემა იმაშია, რომ მე თუ უთხარი, რომ შენ თუ რწმენა დიდი გექნება, შეგიძლია სახურავზე ახვიდე და იქიდან ჰაერში ლევიტაციას მიაღწიო, თუ შენ საკმარისი რწმენა გექნება, ხო? შეიძლება ესეც გადაამოწმოს. და ესეთ რაღაცებს ბავშვები ამოწმებენ ხოლმე. და ხანდახან ასეთი რელიგიური ფანატიკური რწმენები აუცილებლად იმას არ ამბობს, რომ სახურავიდან გაფრინდები, იმიტომ რომ ეს თვითონაც იციან თავისი ეშმაკობით და თავისი, ასე ვთქვათ, როგორ გიხარ, სადღაცა იციან, რომ არ გაფრინდება რა, ლევიტაციას ვერ მიაღწევს, რაც არ უნდა დაიჯეროს ეს. სახურავიდან ზევით ვერ აფრინდება ვერავინ. და აქედან გამომდინარე ეს რო იციან, ამას აკეთებენ ისეთ სფეროზე, რისი შემოწმებაც არის ძნელი და ზოგჯერ შეიძლება მთელი სიცოცხლე გაგრძელდეს ამის შემოწმება და სადღაცა სიკვდილის წინ 5 წუთით ადრე იგრძნოს ადამიანმა, რომ საერთოდ სხვაგან გასულა. და საერთოდ აცდენილი რეალობის გადამოწმება უცდია თავისი ცხოვრებით. და აი მაგალითად ესეთი აცდენილი რეალობის გადამოწმება არის, რომ ადამიანი შეძლებს, რომ ცოდვა არ ჩაიდინოს. ცოდვა, რაღაცა ცოდვა წარმოვიდგინოთ, რაზეც შევთანხმდებით, რომ ცოდვა ნებისმიერ რელიგიაში არის ცოდვები და ალბათ ნებისმიერში ხა მთლად რელიგიის მკვლევარი არ ვარ, მაგრამ დიდი რელიგიები რაც ვიცი, ყველგან არის ცოდვა, ხო? აი წარმოვიდგინოთ, რომ ვთქვათ ადამიანი შეძლებს, თუ ილოცებს, თუ იმარხულებს, თუ ეკლესიაში ილის ყოველ შაბათს და კვირას, თუ რაღაც არ ვიცი, დილას საღამოს ლოცვებს წაიკითხავს და კიდე ბევრ სხვა რეცეპტებს მოგცემენ. ამ ყველაფერს თუ გააკეთებ, შენ შეძლებ, რომ პირობითად მრუში აზრები აღარ გქონდეს და სექსუალური ვნება მოკვდეს შენში და იყო ანგელოზივით. ეს პირდაპირ არის ესეთი message box-ი. და ეხა ამის გადამოწმება არ არის ეგეთი საქმე, რომ სახურავზე ავიდე და გავფრინდები თუ არა, ეგ გავაკეთო, ხო? ამას დრო ჭირდება. ნახე როგორი რეალობის მოდიფიკაციაა გაკეთებული და გადაკეთება, რომ ამას ეხა მე რომ მივახციო, შეიძლება ამაზე ვიწვალო 30 წელი. იმიტომ რომ ხან წირვას გავაცდენ, ადამიანი ვარ, შევერავდექი დილას. ან შაბათის ლოცვაზე 15 წუთი დამაგვიანდა და იქ არის რომ აი ცოტათი მაინც თუ გადაუხვევ ამ რეცეპტისგან, რაც ჩვენ გასწავლეთ, შეიძლება მაგ შემთხვევაში არ გამოგივა. და ფანატიკურად ვცდილობ ახლა მე და ფაქტიურად ვამოწმებ ამ რეალობას, რომელიც მომაწოდეს, რომ აი ცოდვა მინდა მოვიცილო, რომელიც არის ამ შემთხვევაში არ ვიცი მრუში განწყობა ქალის ან კაცის მიმართ, მრუშია თუ არის ბილწი თუ რას ეძახიან ამ ყველაფერს და ვებრძვი ამ ეშმაკს ჩემში და ვებრძვი რითი ლოცვითა და მარხვით და დილას ვდგები დილის ლოცვები ისინი ესენი ყოველთვის არ გამომდის და ამასობაში ხალხო სანამ ერთი-ორჯერ მარხვა დავარღვი, ერთი-ორჯერ დამეძინა, კიდე უფრო ცადე რომ გავაკეთო ეს ყველაფერი, ამასობაში გაიზარდა ჩემი ბილწი და მრუში აზრები თუ არ ვიცი რა დავარქვა ამას. გაიზარდა, იმიტომ რომ მე მათ ვაკავებ. რეალურად რასაც ვაკეთებ, ერთადერთი რასაც ვაკეთებ არის რომ ვიკავებ თავს. იმიტომ რომ ქცევა ჩემ ხელშია, ნახე. შეიძლება ეგეც გამივარდეს და ახლა მაგის მაგალითსაც მოვყვები, დღეს შემხვდა პეტრე კოლხის ძალიან საინტერესო სტატუსი. საერთოდ არ ვკითხულობ ხოლმე ამ კაცის დაწერილ რაღაცეებს, იმიტომ რომ სადღაცა მგონია რომ როგორ გითხრათ, ბევრს არაფერს მაძლევს მე მისი ერთი-ორჯერ წავიკითხე ადრე, მაგრამ ეს ეთყობა გაუვარდა ძალიან და მაინც ამომიგდო ფიძზე. და კი, აქ იდეალური მაგალითი წერია რეალობის აღრევა რას იძლევა. იმიტომ რომ როგორც უკვე წეღავ თქვი, სახურავზე რაც აუნა რწმენით განეწყო, ლევიტაციას ვერ მიაღწევ. და ზუსტად ასეთივე რეალობაა, რომ ადამიანი ვინაიდან არის ფსიქოსექსუალური არსება, ის ანგელოზი ვერ გახდება. ეს არის ჩვენი სამყაროს ფუნდამენტური წესრიგი, რომ ადამიანი არის ადამიანი და არა ანგელოზი. და აქედან გამომდინარე, არ ვიცი ანგელოზები არიან თუ არა, მე არ ვიცი და აქ ვერ შევალ, მაგრამ ის ვიცი, რომ ადამიანი ადამიანია, მას აქვს სექსუალური ფუნქცია, ეს რო ცოდვათ არის შერაცხული, ეს უკვე რეალობის მოდიფიკაცია არის, რომ ადამიანს სექსუალური სურვილები უჩნდება ან იმპულსები, ეს არის უბრალოდ პროდუქტი იმისა, რომ ადამიანია. ეს იგივეა, რომ შენ წვიმა მოითხოვო, რომ წამოვიდეს, მაგრამ არ სველდებოდეს ქვევით არავინ. ეს არის რეალობის აღრევა. ხო და ეხლა ნახეთ, როდესაც დიდხანს მიდის ეს ერტყმევა და ხო ვერ გაფრინდება ადამიანი კი ცაში იქიდან, რა ქვია, სახლის სახურავიდან და ასეთივე რეალობის ნაყვარო მიდის. აჰა. იათა, აი,
კი ბატონო, მეც გადავამოწმე, იცი? იმიტომ მე ბავშვობაში ძალიან მომწონდა სახარების კითხვა და მიყვარდა და იქ ეწერა, რომ თუ რწმენა გექნებაო, შეგიძლია რომ აიწიოთ საშიო. აღარ მახსოვს საიდან გამოვიტანე კონკრეტულად ეგ დასკვნა. მე მგონი ქრისტე რო გაიყვანა სატანამ და აცდუნა რომ გადახტიო და ანგელოზები დაგიჭერენ. თუ რაღაცა მაქედან მივიღე იდეა, ალბათ ვიქნებოდი 7-8 წლის და მაღალი კიბიდან გადავხტი და ჩამოვარტყი ზურგი და ერთი წუთი ვერ ვსუნთქავდი. ხო, გადავამოწმე და აი ბავშვს შეუძლია რომ ეს გადაამოწმოს რა. მას შეუძლია აქვს ამის, იმიტომ რომ ბავშვს აქვს აი ეს ფანატიკური, როგორ გითხრა, უნარები, რომ ეჭვი არ შეიტადოს და ესე მითხრა ჭკვიანმა და დიდებულმა უფროსმა ადამიანმა მასწავლა, ესე იგი ეგრეა, აბა მოდი შევამოწმოთ. მიხდი. ხო და მანდაც კი შეიძლება იყოს რომ საკმარისი რწმენა არ გქონდაო, ნახე რა საშინელებაა. შეიძლება გითხრან რომ შენი ძმა გაფრინდებოდაო რომ ქონოდა საკმარისი რწმენაო. ნაი მთას ეტყვის გადადგი და გადაიდგმება და ეს პირდაპირ ესმით. ნახე, აქ არ არის არანაირი ფილოსოფიური ან რაღაც ფსიქოლოგიური ან დაკვირვება, ამაზე არ არის რა. გიორგი გორის ციხიდან იეღოველები გადახტნენ და დაიმტნენ. გენიალურია. მე აღარ შემიძლია. ძალიან საყვარლობაა თან, რომ ანუ ადამიანს შეუძლია რომ ესეთი რაღაცები შეამოწმოს. მე ახლა გეტყვი გიორგი, მაგათ უბრალოდ რწმენა არ ეყოთ. თორე გაფრინდებოდნენ დამიჯერე. ხო, ეს ხუმრობით. ხო და ეს სამყარო მოკლედ არის ძალიან სამყაროა, ნახე, მყარი წესებით არის მოწყობილი. და ამ წესებს რომ ადამიანი აი ესე როგორ გითხრა, თან ნუ გადახტომა ხო ეს ადვილი დასამტკიცებელია, ერთი დღე გადახტები და ნუ ცოცხალი გადარჩი, მიხვდები რომ ვერ გაფრინდები რა, ეგრევე ისწავლი და აი ეს რომ შენი საკუთარი სექსუალობა ჩაკლა და ანგელოზად გადაიქცე და სექსუალობა რომ ცოდვაა და მრუშობაა და სიბილწეა და ასე შემდეგ, ხო? ამას დრო ჭირდება რომ ეს გადამოწმდეს. ესე ადვილად ვერ გადამოწმდება რა. ამიტომაც ამაზე ადამიანები ხარჯავენ ძალიან დიდ დროს, რესურსს, ენერგიას, სიცოცხლის, როგორ გითხრა, მიმდინარეობიდან ძალიან დიდ ნაწილს რაღაცნაირად გაფლანგავენ და გაფანტავენ ამ წყლის ნაყვაში და კედელზე თავის რტყმევაში. პირდაპირ შევადარო და ეხა შედეგი ნახეთ. იმიტომ რომ ჩვენ ხო ფიზიკის სამყაროში ვცხოვრობთ რა, ვერ გაექცევი იმას, რომ რაღაც ძალიან დიდი სამყარო არის აქ, სიმყარეა ამ ყველაფერში და ეხლა ნახეთ რა ეწერა დღეს პეტრე კოლხს. მოკლედ, მასთან ვიღაცა ქალი მისულა და მოუყოლია, ეხლა არ ვიცი რამდენად, ანონიმურად გააზიარა. მე შეიძლება არ მოუყვე ხოლმე, როცა ეს რაღაცებს მიზიარებენ, მაგრამ ეხლა უკვე 100,000 კაცს აქვს ნანახი. ეს სტატუსი და მეტიც ნახავს დღის ბოლომდე და ამიტომ გავიმეორებ მეც. თან სახელი და გვარი აქ არ ფიქსირდება და არც ხო მოქმედი პირები ამოცნობადი არ არიან. ალბათ. მოკლედ ყოფილა ერთი ახალგაზრდა ქალი, რომელიც რაღაც სადოქტორო ნაშრომზე მუშაობდა 90-იან წლებში თუ არ ვცდები, ან 2000-იანებში, ეგეც ზუსტად არ წერია, ალბათ იმიტომ რომ დაფარული იყოს. და მოკლედ იკვლევდა თურმე საეკლესიო ფრესკებს თუ რაღაც ესეც სამხატვროში სწავლობდა თუ სად სწავლობდა ეგეც არ ვიცი არ წერია მაგრამ ესე წარმოვიდგინოთ და ამ ნაშრომის კვლევის მიზნით დადიოდა ეკლესია მონასტრებში ფოტოებს იღებდა აკვირდებოდა ფრესკებს ანალიზს უკეთებდა და ასე შემდეგ და წერდა ნაშრომს რა და ერთ-ერთი ესეთი ვიზიტის დროს გაიცნო ახალგაზრდა მეუფე და ამ მეუფესთან მოკლედ მას გაუჩნდა გრძნობები, როგორც ჩანს მეუფესაც გაუჩნდა გრძნობები და აქ მოდი ხაზი გაუსვათ, რომ არ არსებობს საქართველოში არც ერთი მეუფე, რომელიც სექსუალობაზე არ ამბობს, რომ არის სიბილწე და მრუშობა და რომ ეს უნდა მოთოკო და კედელს თავი უნდა ურტყა და ლოცვით და მარხვით უნდა შეიკავო და ანგელოზად უნდა გადაიქცე და მით უმეტეს თუ მეუფე ხარ ხო საერთოდ ფრთები უნდა ამგივიდეს და აფრინდე ზევით გინდა სახურავიდან და საიდანაც გინდა ხო? ასეთ მეუფეს ვერ მაჩვენებთ თქვენ, რომელიც იტყვის რომ კაია ეს. მიდით ხალხო სექსი გქონდეთ. მე ერთხელ ვთქვი რომ სექსი ადამიანის ბუნებაა მეთქი და რელიგიურმა ხალხმა ვიდეოები ჩაწერეს რომ ამ ფსიქოლოგმა თქვაო რომ ქუჩაში გადითო და ვინ შეგხვდებათ იმასთან გქონდეთ სექსი, ესე გაიგეს. ხო, ანუ რამდენად მწარე არის ეს წერტილი მათში. ხო და ეს მეუფე აი რომ უბრალოდ რომ გავამკვეთრო რომ ვინ არის ხო ის გამუდმებით ყოველ კვირას და შაბათს წირავს დილას აღამოს ლოცვებს კითხულობს მარხულობს რაღაცებს შვება სიტყვიერად და გარეგნულად ყოველ შემთხვევაში ესეა და ქადაგებს რომ ჩვენ ესე უნდა ვიცხოვროთ ისე უნდა ვიცხოვროთ მოძღვრავს ხალხს დარწმუნებული ვარ ბევრ ხალხს უყვარს ის ამის გამო და ასე შემდეგ რა მასულიერი მამაა და რა მომხდარა ესე იგი ამ ქალთან ქონდა მას სექსუალური ურთიერთობა ეს ქალი დარჩენილა ფეხმძიმედ
მისულა აღსარება მოუთხოვი ამასთან და უთქვამს რომ მე ვარ შენგან ორსულად და მეუფეს უთქვამს რომ მე შენ დაგიფინანსებ აბორტს და დღეს ვეწადი და გაიკეთე აბორტიო. აქაც ვიტყვი რომ ძალიან ბევრი მეუფე და ალბათ რა ვიცი, ბევრი არა, ყველა მეუფე, ვისაც კითხავ რომ აბორტი გავიკეთო თუ არა, აუცილებლად გეტყვის რომ არ უნდა გაიკეთო, ხო? ნუ ეს 100%-იანია. და არ არსებობს ეკლესია, რომელიც აბორტის მომხრეა და საერთოდაც როგორ გითხრა თვითონ აბორტი შეიძლება ისეთი ტრაგიკული მაგაში არ არის, რამდენადაც არაფერი, ხო? რამდენადაც ის, რომ შეიძლება ადამიანს გარედან მიაწვე და უთხრა, რომ გაიკეთე აბორტი. აი ეს კიდე როგორ გითხრათ რა, აბორტი რა თქმა უნდა სასიამოვნო გამოცდილება არავისთვის არ არის და მე პირადად არ ვარ ახლა პროაბორტის ადამიანი, რომ არიქა ჩქარა აბორტი გააკეთეთ, ესე არ ვაზროვნებ, მაგრამ გარედან რომ ვიღაცა აწვება ორსულ ქალს, რომ უნდა მოიშორო ის ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც შენში ვითარდება და უნდა დაიბადოს და იყოს შენი შვილი, ხო, ეს ვაფშე წარმოუდგენელია ჩემთვის, ხო, ეს რაღაცა საზღურის იქით ქცევა არის. ჩემი სხეულია ეს და ვიღაცა მოდის და მეუბნება, რომ ესე უნდა ქნა, ისე უნდა ქნა. თან ვინ არის ეს? ეს არის მეუფე. ხო და ეხა ნახეთ რა. ჩვენ ეხა ადვილად შეგვიძლია განსჯაში წავიდეთ და თქვათ, რომ არა კაცის აზის ღარი და. მოდი ეხა შევხედოთ რა არის აქ. იმიტომ რომ ეს ლაივი არ ემსახურება განსჯას. ეს არის ფენომენი, რომ აღვიქვათ, რომ უფრო მეტი სიბრძნით ვიცხოვროთ რა. რისთვის არის ეს სიბრძნით ცხოვრება უმჯობესი, რომ ვიცხოვროთ საერთოდ და ჩვენი სიცოცხლე იყოს სავსე და არა გამუდმებით რაღაც კედელზე რტყმევა. რაც სამწუხაროდ შეგვიძლია. ჩვენ ვერავინ ვერ გვაიძულებს, ჩვენ ვართ თავისუფალი არსებები. ჩემი ერთი მეგობრისგან ვიცი, რომ ადამიანს თავისუფლება დაემართა. ეს არის თუ არ ვცდები სარტრის ნათქვამი და შეიძლება ადამიანმა მერე წარმოიდგინოს, რომ რაღაც მონა ან ვიღაცის მორჩილია და შემდგომ რეალობა ისეთია, რომ ადამიანი თავისუფალია, მას ეს დაემართა, მას მერე რაც დაიბადა. თავისუფალია. და აქედან გამომდინარე, შეუძლია აირჩიოს და გინდა სახურავიდან ფრენას ცადოს, გინდა ანგელოზად გადაქცევას ცადოს, გინდა ილაპარაკოს, რომ აი ხა მე კი ვლაპარაკობ ხალხო, მაგრამ გეჩვენებათ, ეს ლაივი სინამდვილეში არ ხდება. სინამდვილეში სხვა რამეა. ეს ეხა იათა შეროზი ხა შენ გეჩვენები მე, სინამდვილეში აქ არა ვარ და ესეთი რაღაცა მე ვერავინ დამიშლის, რომ ეს ვილაპარაკო. ვერ ამიკრძალავენ, რადგანაც თავისუფალი ვარ ამაში. ხო და ასევე შემიძლია უარყო ისეთი ფუნდამენტი, როგორც არის სექსუალობა და დავიწყო, რომ არ მაქვს მე სექსუალობა, მე ანგელოზი ვარ, მეუფე ვარ, პატრიარქი ვარ, ან რაღაცა ვარ და ჩემში არ არსებობს სექსუალური არანაირი იმპულსი. ეს შემიძლია ვამტკიცო, ვერავინ ვერ ამიკრძალავს, რომ ესენი ვილაპარაკო რა, შემიძლია ეს და შემიძლია ჩემ თავსაც დავაჯერო ეს და ასე შემდეგ. ეს საკმაოდ ის არის, დიდი სივრცეა აქ. და არ არსებობს ადამიანი, ვისაც რაღაც გადაუმოწმებელი რწმენა არა აქვს, ხო, ყველას გვაქვს. თუმცა, სამწუხაროდ, როდესაც ესე ვიქცევი, ვინაიდან ფიზიკის ფუნდამენტურ კანონებში ვარ, თუ სახურავიდან გადახტომა მინდა 5 წუთში გაირკვევა, რომ ფრენა არ შემიძლია. 5 წუთი ბევრია. ძალიან მაღალი შენობა არის ესე იგი. ნუ ცოტა დაბალი შენობიდან ესე 30 წამში გაირკვევა, რომ ფრენა არ შემძლებია. ხო და სექსუალური ამბის აი ესე დათქმით და ამაზე ლაპარაკით, რომ მე ქალი არა ვარ, მე კაცი არა ვარ, მე სექსი არ მინდა, მე ის არა ვარ, რაც ვარ რეალურად, ხო? და ამის ცხოვრებაში გადატანა და მცდელობა გამოიწვევს კრახს და კრახი როგორია, ნახეთ, უარესი გაუკუღმართებული, რაღაცნაირად, როგორ გითხრა, პათოლოგიაში გასული სექსუალური იმპულსები წამომივა. ეს არის გარდაუვალი. იმიტომ რომ მე ისევე როგორც ყველა სხვა ემოცია, რომელსაც ვდევნი და ვაკავებ, უშნო სახით, მაინც ამოაღწევს ჩემს ფსიქიკაში, ვერ გავექცევი. იმიტომ რომ ემოცია არის ენერგია, ენერგიის მუდმივობის კანონი ვიცით, ხო, ამ სამყაროში. შესაბამისად, წარმოიშვა ჩემში სექსუალური იმპულსი და საწავა. ცოცხალი სანამ ვარ, იქნება რაღაც ასეთი ჩემში, ხო, ლიბიდო. ნებისმიერ ასაკში და გამდევნე, მოვიშორე, თვალი ავარიდე, უარყავი, ეს თქვენი ერთხელ 10ჯერ, 20ჯერ და ახლა წამოვიდა მახინჯის სახით. ეს პირდაპირ ფროიდს უწერია. რომ ის ემოციები, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით, აუცილებლად ამოაღწევენ ისევ ცნობიერების ზედაპირზე, ოღონდ ამოაღწევენ უშნო სახით, დამახინჯებული სახით. და ზუსტად ეს არის მეუფის ისტორია. ნახე მასთან რა არის მომხდარი, დევნა ძალიან საკუთარ თავში, როგორც ჩანს კაცი.
და როდესაც უკვე ნახეთ ახლა რა არის აქ ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ადამიანები სიტყვიერად კონტრაქტებს ვაფორმებთ ერთმანეთთან. და ეს კონტრაქტები არის პასუხისმგებლობა. და მე როდესაც აღსარებაზე მივდივარ მღვდელთან, იქ და იმჟამად მაქვს მასთან კონტრაქტი, რომ აქ სექსუალური კონტაქტი არ უნდა დადგეს. ეს არის კონტრაქტი. ეხლა თუ იქ გაჩნდა მიზიდულობა ორივე მხრიდან, პატიოსანი ბრჭყალებში, ანუ საკუთარ თავთან კონგრუენტული ადამიანი რას იზავს? ოკეი, მე თქვათ მეუფე ვარ და ქალი შემიყვარდა, ხო? მე ავიღებ პასუხისმგებლობას და ვიტყვი, რომ ეს მოხდა და მე აღარა ვარ მეუფე. მე გავდივარ სასულიერო მდგომარეობიდან, იმიტომ რომ ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს თავზე, რომ რაღაცა ისეთი ხდება, რაც ეწინააღმდეგება იმ კონტრაქტს, რაც მაქვს ადამიანებთან დადებული, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ოკეი, ყველა ცოცხალია, მოკვდა ვინმე? ვიღაცა ადამიანი იყო სასულიერო პირი და აღარ არის. და ახლა შეუძლია გადაწყვიტოს და იმ ქალთანაც პირნათელი იყოს და ის ქალიც იყოს, როგორ გითხრა, რაღაცნაირად კონგრუენტული თავის თავთან, რომ ესე კი არ არის, რომ შევთანხმდით, რომ შოკოლადს შევჭამდით და ეხლა ვჭამთ მწვადს და მე ვინანიებთ, რომ შოკოლადი რატო არ ჭამეთ და მწვადი რატო ვჭამეთ და შახსეი ვახსეი და დანების ყრაკი არ მიდის და ხარაკირი. კონგრუენტულები ვართ საკუთარ თავთან, ჩვენ ცოცხალი არსებები ვართ, ერთადერთი რაზეც ალბათ მართლა მნიშვნელოვანია, რომ დავდგეთ არის ჩვენი პასუხისმგებლობები და რაზე შევთანხმდით და მე ასე ვიმოქმედოთ. მაგრამ ვინაიდან ამხელა რაღაცა არ ცნობიერდება, რომ სექსუალობა ჩემი ნაწილია და არ არის ეშმაკი, რომელიც შემომიძვრა, რა ეშმაკზეა საუბარი, მე ვარ ეს. ჩემი ნაწილია, ხო? აი ეს რო არ ცნობიერდება და ეს რო უარყოფილი, რა თქმა უნდა, მახინჯის სახით ამოვა. რომელი კონგრუენტულობის ეს არის ახლა აქ მოლოდინი, ხო? ვერ იქნება ვერანაირად. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეალობა არ იყოს გადაკეთებული. ყველას ამას გისურვებთ და გემშვიდობებით. ნახვამდის.